სამითვარი ამ ანგარიშით დასრულდა საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მეხმეტ ოკეებთან დაპირისპირება. ამ გამარჯვებით ქართულმა ნაკრებმა 12 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისი უმასპინძლებს. მანამდე კი ერევნის შეხვედრის შესახებ ნახოთ სანდრო გოჩაშვილის სიუჟეტი. სომხეთის დედაქალაქ ერევანში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა. ოთარ გაბელიას გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფის შეხვედრაში სომეხით ანატოლების 3-2 დაამარცხა. საწყისი წუთები სომხეთის ახალგაზრდული ნაკრების უპირატესობით დაიწყო. თუმცა ნახევარი ტაიმის შემდეგ ქართველმა 21 წლამდელებმა თამაშის ტემპს მოუმატეს და შეხვედრის ბოლომდე დამაჯერებლად ითამაშეს. გარეთ, თქვათ, სასომხეთის ნაკრებთან ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ წინა თამაში ესტონეთთან ნახეთ და ძალიან კარგად მოდიოდნენ კონშეტევაზე. ძალიან კარგად და ჩვენ ცველებს საერთოდ შეიძლება ვიღაცას გაეცინოს კიდევაც ცველებს გარდა კვეკვესკირისა ისის მომენტებში აუგზალეთ საერთოდ წინ წასვლა. შეხვედრაში პირველი გოლი 36 წუთზე გავიდა. მათე ვაწაძე მასპინძელთა საჯარიმო მოედანში ოვანესიანმა წესების დარღვევით შეაჩერა. 11 მეტრიანი კი ზუსტად ჯანო ანანიძემ დაარტყა. მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ჯანო ანანიძის ფლანგურ გარღვევას მათე ვაწაძის გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართველები ოდნავ მოდნენ, რითაც სომხეთის 21 წლამდელებმა შეხვედრის 76 წუთზე ისარგებლეს. ხითარიანმა გოლი 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანა. 3 წუთში ორბურთიანი სხვაობა კვლავ აღდგა. გოლი ნიკა კვეკოვსკირმა გაიტანა. შეხვედრის ბოლო გოლი კი ვალტერ ბოღოსიანის ანგარიშზე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. ძალიან დაძაბული თამაში იყო. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კაი გუნდია ჩვენ ჯგუფში. ანუ დღევანდელი ჩვენ ამ თამაშით გამოჩნდა, რომ მართლა ძალიან ძლიერი გუნდია და ვიმედოვნებთ, რომ სახშიც მე მგონი, რომ ძალიან რთული თამაში გველის სასომხეთს. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბიჭებს, მთელ გუნდს საერთოდ. და აი იმ მცირე რისხოვან გულშემატკივრებს, რომელიც მთელი გულიანად ქომაგობდა და ძალიან დაგვეხმარა ეს. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 12 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე 17 ქულით შვეიცარიის ნაკრები იმყოფება. მეორე ადგილი კი 13 ქულით თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უკავია. ოთარ გაბელიას გუნდი მომავალ შეხვედრას მთავარ კონკურენტ თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს. მეორე შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრას ქართველები თბილისში სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავენ. ქართველი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება შეხვედრა სპორტის სასახლეში გუშინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 73-27. 16 ქულიანი სხვაობის გამარჯვებაზე სანდრო გოჩაშვილი ისაუბრებს. სამი ჩატარებული შეხვედრიდან მეორე გამარჯვება მოიპოვა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა. აყურებლით სავსე სპორტის სასახლეში იგორ კოკოშკოვის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 73-57 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. შეხვედრის პირველი მეოთხედი პორტუგალიელებმა ქართველებზე უკეთ ჩაატარეს და მეოთხედიც მათი გამარჯვებით 16-12 დასრულდა. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდეს როლს თამაშობს მათი მხარდაჭერა და რა ვიცი, ჩვენ ალბათ დასაწყისში ცოტა უფრო მოშებულები ვიყავით, არ უნდა მიგვეცა ჩვენი თავისთვის მაგის ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მადლობა გქონდეთ, რომ მოვიკრიბეთ ძალები და მობილიზებულები გამოვედით შესვენების შემდეგ და ამან განაპირობა ეს სხვამდე სხვაობით მოგება. მეორე მეოთხედი ქართველებმა შედარებით უკეთ ითამაშეს და ანგარიშიც წინ გავიდნენ. მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც გუნდს 10 მოხსნა და 12 ქულა შესძინა. ასევე 12 ქულა დააგროვა ქართველების ამერიკელმა კალათბურთელმა ტორინ გრინმა. შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი კი 17 ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გახდა. რაც ვითამაშია ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საინტერესო თამაში ყოფილა და ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცუდად დავიწყე დაძაბული. ცოტა არა ლამაზი თამაში იყო, რადგან ძალიან უხეშად და ბევრი ჯარიმებით ჩაიარა თამაში, მე ყოველ შემთხვევაში სიამოვნება მიიღე, იმიტომ რომ ეს ზუსტად ესეთი კალათბურთი არის, დღევანდელი კალათბურთი და თუ მოგება კიდე ესეთი თამაში უნდა ითამაშოს. ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ საკმაოდ კარგად ითამაშა. ცუდი იყო, რომ პორტუგალიამ სოლიდური ჩამორჩენა მოგვიქაჩა, მაგრამ საბოლოო სიტყვა ისევ ჩემმა გუნდმა თქვა. რაც არ უნდა იყოს გამარჯვება მაინც ძალიან სასიხარულოა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 აგვისტოს სოფიაში ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. რის შემდეგაც გუნდი პოლონეთში გაიმგზავრება. იგორ კოკოშკოვის გუნდი პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს 7 აგვისტოს დაუპირისპირდება.